მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ, ვინ ცდილობს შეიჭრას თქვენს ცხოვრებაში დასრული დაბნელების დერეფანი. შეიძლება გქონდათ თქვენ რაღაც ესეთი მომენტები, აი შეიძლება დისგარმონია გქონდათ, შეიძლება ცოტა იყავით აფორიაკებული, შეიძლება გქონდათ აი რაღაც ესეთი ზოგს წნევა, ზოგს შეიძლება სიცხე, ну რაღაცები გქონდათ რა, ეს უფრო ემართება აი ემპათ ადამიანებს, ვისაც აი აქ ძალიან ну მიდრიკილება გინდათ ახლა სულიერი განვითარებისკენ, ან შეიძლება თქვენ თვითონ პრაქტიკოსი ხართ, ან ну შეიძლება უბრალოდ აი ძალიან ესეთი ადამიანი ხართ, მგრძნობიარი, მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ ეხა ეს რითი იყო კარგი, რომ გასუფთავდა თქვენი სივრცე, მაგრამ არის რაღაცა მომენტი, თქვენ აი ემპათები ვინც ხართ, ვინც გრძნობთ რაღაც მომენტებს, თქვენ შეიძლება გრძნობთ იმას, რომ ვიღაცა ცდილობს, რომ შემოიჭრას თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს სივრცე მაინც ჯერ დახურული იყო. აი დღეს მოდით ეს განვიხილოთ, მაგრამ ჯერ წავიდა, რა თქმა უნდა, მე მინდა რომ გავაკეთო სიგნიფიკაცია რა, ძალიან მინდა გავაკეთო თქვენზე. აქ ახლა რა თქმა უნდა ამ არხზე უფრო მეტი გოგოები არიან, ბიჭებო, თუ თქვენთვის ენერგია რეზონირდებათ, კი ბატონო, მიიღეთ თქვენს ეს ინფორმაცია. ვნახოთ ახლა ჩვენ რა ენერგიებში ხართ, ახლა რა ხდება თქვენ ცხოვრებაში და მერე უკვე რა თქმა უნდა მაგა როგორც ყოველთვის გამზადებული კითხვები და ეს გაშლა გავაკეთოთ. აქ ამ არხზე არის გრძელი გაშლები, მოკლე გაშლები, ვისაც გიყვართ, ან TikTok-ზე გადადეთ ჩემთან, ან მეორე არხი არის აქვე და შეგიძლიათ იქაც ნახოთ ახლა მოკლე გაშლები ყოველთვის ვცდილობ რომ ნახოთ რომ თქვენთვის რომ ჩავწერო, იმიტომ რომ ვიცი რომ ველოდებით. ვნახოთ, ვინ მოვიდა, ვინ არის? ახტუს პენტაკლი, ღმერთო ჩემო და всё, გამოვიდა პენტაკლების დედოფალი, გამოვიდა. ანუ აქ არის ადამიანი, თქვენ გაიარეთ, შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ეს დაბნელების დერეფანი, რასაც არის, გაიარეთ ძალიან უმაღლეს დონეზე. ანუ ეხლა თქვენ როგორ ენერგიებში ხართ? მე ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის, მზად ვარ, იმიტომ რომ ამ ტრანსფორმაციაში, რომელიც იყო და ეს მართლა ტრანსფორმაცია ეგ არის ზუსტად როცა შენ ანუ ეს აპორიაკება, ეს არის როგორც როცა ადამიანი აბათ არის, ხო, რაღაცები ხო აქვს, რაღაც დისკომფორტი, მაგრამ მერე აი რეაბილიტაციის პროცესი როცა მიმდინარეობს, როცა აი რაღაცა შეიძლება ტკივილები, მერე ეს ტკივილები თვითონ რაღაცეთ იყუჩებთ. Ну, რაღაცა ეს პროცესია თვითონ რაღაცნაირ ლომკას რო უძახიან, როგორ გითხრათ, რა ვიცი, აბა ვცდილობთ იცით თქვენ რომ მაქსიმალურად ქართულად მოვიპოვო სიტყვები, რომლითაც მე თქვენ კარგად აგიხსნათ რა, რასაც ამოდის რა. და აი აქ ენერგია დამშვიდი, აი ნახეთ აქ სამყაროს არკანი თუ დაინახავთ ახლოს, გოგო ნახეთ, რომელიც დადიოდა, აი ესე წრეზე დავდიოდა, ეხლა დგას ასეთ იწმინდავს შუბლს ხელით რა, რომ მორჩა, ამოვისუნთქე, всё, ამ პროცესში მოიპოვეთ თქვენ ჰარმონია, ამ პროცესში თქვენ მოიპოვეთ თქვენი მე, ამ პროცესში თქვენ მოიპოვეთ თქვენი პატივისცემა თქვენს მიმართ, ანუ აქ ადამიანმა მართლა უკვე აი აქ даже სიგნიფიკაცია მეტი არ არის საჭირო ტუზე პენტაკლების, რომ თქვენი ფასი გაიგეთ. დავამთავრე, ვაიმე ღმერთო, მადლობა რომ ეს პროცედურა, ეს პროცესი დამთავრდა, იმიტომ რომ მართლა რაღაც ძალიან ისეთი იყო პერიოდი, აი მგრძნობი არის, ხო? კი ბატონო, კი, აი აქ თქვენ გამოხვედით რაღაცა პერიოდიდან, სხვათა შორის შეიძლება თქვენ აქ ვიღაცა ფიქრობდით და ვერ გამოდიოდეთ ანუ ურთიერთობიდან, რომელიც ახლა პრინციპში თქვენ ახლა იცით რომ დამთავრდა ვიღაცას ნახე საჯარო გაშლა, ამიტომ არ შემიძლია არ თქვა, ვიღაცისთვის შეიძლება ეს პროცესი, რომელიც თქვენ გაიარეთ, იყო თქვენი წყვილებისთვის, თქვენი წყვილისთვის მნიშვნელოვანი, სადაც შეიძლება თქვენ დაუშვათ, ну, არ გქონდათ კონტაქტი, ან დაბლოკილი იყო სიტუაცია, ან არ იცოდით როგორ რანაირად უნდა თქვათ, ახლა როგორ გაერკვევა ყველაფერი და შეიძლება აი ზუსტად თქვენ წყვილში, თუ თქვენ არ დაშორდეთ პარტნიორს, ხო? მოხდა ის მომენტი, რომ დასრულდა
ეს პერიოდი და ეხლა უკვე რაღაცა სიხარულიც შემოვა თქვენთან. ანუ არის ნახეთ, ყველას ეხლა კი არის ეს პერიოდები იმისათვის, რომ ჩვენ განთავისუფლდეთ იმისგან, რაც ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს მიდის პროცესები წყვილებში, რომ თქვათ, იმ რაც უკვე მათ არ ჭირდება, თქვათ, გაიარეს უკვე, დაამუშავეს, ან ეს პერიოდი იყო მოცემული იმისათვის, რომ რაღაცა გაეგოთ, გადაფასება რომ მოხდეს და შეიძლება ამ დროს პაუზებიც გქონდეს, შეიძლება დაშორებები გქონდეს, ეგ არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ აქ შეიძლება ზოგისთვის იყოს არა თქვათ ახალში გასვლა, ზოგისთვის შეიძლება იყოს თქვათ პირიქით, დაბრუნება, პირიქით რა, პირიქით კი არ არის. ანუ განახლებული ბედნიერი ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ არის ნახეთ ბოლოშიც, აქ კი ბატონო, აქ თასების დედოფალი გამოდის რაღაცა სხვათა შორის მიჯაჭვებიდან. თქვენ უკვე ხართ, როგორ იცით, მზად ხართ, რომ იმოქმედოთ, მზად ხართ, რომ რაღაცა, ანუ იმიტომ რომ გაიარეთ, ბევრი რაღაცები გაიარეთ, ბევრი რაღაცები გაიგეთ, ბევრი რაღაცები აქ შეცვალეთ, ასე რომ ვთქვათ, და სხვათა შორის თუ თქვენ გქონდეთ რამე ისეთი, ვიყავით მიჯაჭვული, ელოდებოდეთ ვიღაც ადამიანს, ძალიან შეიძლება შორი გზიდან, აი აქ უკვე თქვენ თქვით რომ მორჩა. რადგან ზოგისთვის გითხარ საჯარო გაშლა გვაქვს, ზოგისთვის არის ეს განახლებული ენერგია, რომ მე აღარ ველოდები, მე დავასრულე ლოდინი, იმიტომ რომ ადამიანს დაუშვოთ, ახლა ვთქვათ, ახლა ცხოვრების როგორ მიწიერ დონეზე რო ვთქვა, თუ უნდა და მოვიდოდა, მაგრამ ახლა ხვდები ჩვენ, რომ ჩვენზე ბევრი რამე არ არის დამოკიდებული, ხო? შეიძლება იყო ეს პროცესი, როცა თქვენ იყავით ვიღაცაზე ძალიან მიჯაჭვული და მაგრამ აქ თითქოს ეს პროცესი კი ძალიან გიდოდეთ ამ ადამიანის ჩამოსვლა, მაგრამ რატომღაც აი აქ კი არის ახლა ეტრი, მაგრამ აი აქ როგორი არის რაინდი, როგორც აი არ მოქმედებს რა, რაღაცა ზის და უყურებს. შეიძლება ნახეთ აქ როგორი თუ დაინახავთ კარგად, აქ შეიძლება ელოდებოდა ადამიანი თქვენგან რაღაც თქვათ ქმედებას, რომ ანუ შენ თვითონ თუ გამოჩდები, კი მეც რაღაცას კიდე მოვიფიქრებ, აქ ძალიან ესეთი ამპარტავანი სფინქსი არის, გაიგეთ ზის და ანუ და გოგომ თქვა რომ არა შენ თუ არა რა ვქნა და აი ზუსტად აი აქ მოხდა თქვენი გადაფასება, თქვენი თავის ჩართეთ თქვენ გონება ჩართეთ და რაღაცები ეს მე ჩემი გაკვეთილები ავიღე, მორჩა, всё, აღარ ველოდები. მაგრამ ზოგისთვის იქნება ეს მომენტი, რომ თქვათ, ეხლა არის ეს ძალიან პატარა პროცენტისთვის, მაგრამ არის რა. იმიტომ რომ ჩვენ გაშლაც გვაქვს საერთოდ იმას ახალ ვინ ცდილობს თქვენთან ახლა ხო თქვენ სივრცეში შემოიჭრეს რა, ჩვენ მაგაზე გვინდა გავაკეთოთ გაშლა. ამიტომ მოდით ვნახოთ ეხლა ჩვენ ჯერ ვკითხავ მე მაშინ აი აქედან აქ თქვენი სივრციდან ვინ ცდილობს შეიჭრას შენ ცხოვრებაში, ჯერ ეს ვნახოთ რა. თქვენი ენერგიები ვნახეთ ჩვენ то резонირდეთ კი ბატონო, იმიტომ რომ აქ კიდე ნახეთ რა შეიძლება იყოს, გეტყვით? ნახეთ კიდე რა შეიძლება იყოს. შეიძლება თქვენ ვიღაცები კიდე არ უშვებდით თქვენს ცხოვრებაში ახალ სიხარულს და სიყვარულს. შეიძლება იმიტომ რომ თქვენ გქონდათ რაღაცა დასამთავრებელი შეიძლება სიტუაციები და იმიტომ არის ეს მომენტი, რომ აქ თითქოს აი არ შემოუშვეს ვიღაცა ადამიანი, ან ახალი ვიღაცა უნდა შემოუშვას. აი მინდა ვკითხვა, იმიტომ რომ გაშლა ისეთია, მოდით ვნახოთ ვინ ცდილობს, ჯერ ეს ვკითხოთ და მე უკვე რა თქმა უნდა ვნახოთ მაგაზე ვკითხოთ ახლა სხვა რაღაცები, ვინ ცდილობს შემოიჭრეს თქვენს ცხოვრებაში, ვინ ცდილობს, აჰა. მე ძალიან მაგარი რაღაცა. და გოგოებო, ჩემი სიხარულებო. აქ არის კიდე ორი ვარიანტი იქნება. ჯერ მოიცადეთ ეს რა ხდება, რას ნიშნავს.
გეტყვით. მერტო. აქ რაღაცა ისტორიას მიყვებიან, ახლა გეტყვით რა, რა ვიცი თუ იცნობთ. შეხედეთ, აქ მე ხო ვკითხე კონკრეტულად, ნახეთ, აქ შეიძლება მეუბნებიან, აქ ადამიანი, რომელიც ეს არის ახალგაზრდა ენერგია, შეიძლება აქ იყოს სხვაობა, შეიძლება იმიტომ რომ არის რაინდით ასების და არის კიდე გვერდით არის იმპერატორი. ეს რას ნიშნავს, ნახეთ, როცა მე მინდა ვიყო იმპერატორი, მაგრამ ჯერჯერობით ეჭვი მეპარება რომ ვარ იმპერატორი. ეჭვი მეპარება თუ ვარ მზად იმისათვის რომ მე დაუშვათ ეს იმპერატორობა გამოვაჩინო. აი ეს ზუსტად შეიძლება ეს მომენტი იყოს. აი როგორც გითხარით რომ შეიძლება განახლება მოხდეს აქ ვიღაცასთან ურთიერთობაში. ნუ მე ახლა ნახავთ ახლა ჩვენ კიდე ახლა გეტყვით თქვენ ახლა იმას მაგის ენერგიებს, მაგის თვისებებს და მიხვდებით თქვენ კიდე მაგრამ აქ რას მაჩვენებენ იცით? აქ არის ადამიანი რომელიც შეიძლება თქვათ ახლა იყო რატო არა რატო ეჭვი ეპარება? იმიტომ რომ ჯერ შეიძლება სამსახური, ფინანსური თემა ცოტა გქონდეს ადამიანს ისე, იმიტომ რომ როგორ არის, ანუ შეიძლება არის ეხლა სხვათა შორის ძალიან ხშირად რომ ადამიანი აჩვენებს თავს, რომ აი იმპერატორი რას ნიშნავს, ხო? აი დაუშვათ ქართულ ვერსიაშიც კიდეც, თუმცა არა აქვს მნიშვნელობა ქართულ ვერსიაზე, ეგრეა. რომ ანუ ეს რაღაც თქვათ პატივი უნდა მცე, უნდა მიმიღო როგორც მამაკაცი სერიოზული, უნდა თქვათ იცოდი რომ მე ვარ თქვათ აი ნუ კაროჩე რაც უნდა იცოდი, ეგ პაჟია მე მგონი, კი პაჟი არის ეს. მაგრამ ამ დროს უფრო მეც ითხოვს ვიდრე აკეთებს. იმიტომ რომ იმპერატორი 100%-იანი ის არის ადამიანი, რომელიც იცის პასუხისმგებლობა, ადამიანმა რომელიც იცის რომ არ არის რომ გაიღვიძებ უნდა კიდევაც აჭამო ეშენი ხალე ჩააცო და რაღაც პატივისცე, ნუ ეს ცოტა ისე რომ თქვათ მოკლედ, ანუ პატივისცე აიღო, მზრუნველობა აიღო და არა მხოლოდ თქვათ ლოგინში ჩააწვენო, ხო და იქ ხა შენ თქვათ აჩვენო შენი თქვათ მასტერ-კლასი, ხო? არა. მაგრამ აი აქ ადამიანი თვითონ აღიარებს, ნახეთ რომ მე ეხლა ეს დიდი ხანი შეიძლება ეს ადამიანი ცდილობდა მოსვლას, მაგრამ ვერ ბედავდა. აქ შეიძლება კაი ხანი იყო თქვენ შორის სიჩუმე, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობდა, იმიტომ რომ მე რა მივცე რომ მოვიდე, რა მივცე მე მაგას რა შევთავაზო, რაღაცა ხო უნდა შევთავაზო და რაც არა მაქვს. ამიტომ ამას აქ აი იმიტომ რომ პრინციპში ხა ნახეთ აი აქ გეტყოდეთ რას რომ ადამიანს სიყვარული აქვს, სუფთა გული აქვს, მაგრამ იცის რომ როგორც აი მამაკაცი თქვათ, აი როგორც პასუხისმგებლიანი, ნუ რაც თქვი ახლა მეწერან, ხო? აი ეს ცოტა მოიკოჭრებს რა, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ აქ დაჟე როგორი მომენტი არის, შეიძლება აი ესეთი ადამიანია, რომელმაც იცის ყველაფერი დაუშვათ, იცის თქვათ, როგორ უნდა პატივი თქვათ, ქალს როგორ უნდა იზრუნო, რა უნდა გააკეთო, ყველაფერი იცის, მაგრამ ვერ აკეთებს და ახლა ამას ამბობს, რომ მე აი რა შევთავაზო? იმას ხო აქვს რაღაცა მოლოდი, რა შევთავაზო? არაფერი არ აქვს. ამიტომ აქ გქონდა რაღაცა შინაგანი, ძალიან დიდი ბრძოლა, მაგრამ მაღალი ძალები ცდილობდნენ, რომ ეს გამოიყვანათ იქიდან, იმიტომ რომ ეხლა რა არის, იცით, ეხლა მე დაჟე შემიძლია გითხრა, რომ ვიცნობ ადამიანებს, ინვალიდებს, მამაკაცებს, რომელიც მაგრად უზრუნველყოფს თავის თქვათ ოჯახს და ქალს ან საყვარელ ადამიანს და აი დაჟე მწოლი არის ვიც ადამიანი, რომელიც საერთოდ ლაპარაკი შეიძლო, იმანაც კი რაღაცა შექმნა. ანუ ამით რა მინდა ვთქვა, რომ თუ შენ ახლა გააქვს დაუშვათ ხელი ფეხი და ყველაფერი შენ თუ გიმუშავებს, შენ შეგიძლია გააკეთო რამე და იშრომო და იფიქრო, გინდა შენ კარგ ცხოვრებაზე, გინდაც იმ ადამიანთან, ვისთანაც შენ იქნები, იმის ცხოვრებას ახლა რაღაცად გაალამაზო. მარტო ის არ უნდა იფიქრო, მხოლოდ შენთვის ვიღაცამ რაღაცა უნდა გააკეთოს. ხო მართალია ვარ, აბა თქვით თუ არა ვარ მართალი. ხო და ამიტომ ეს არის ეს რა ქვია, აქ ადამიანი არ ეთყობა ეს იყო ძალიან დიდი პაუზა, იმიტომ რომ
აქ უზომოდ რაღაცა პროცესები მიდიოდა ადამიანში და მთლიანად, აი იცით როგორ ორი ესეთი არკანი არის ახლა მე-16, მე-13, ანუ აი პირიპრაშიფკა რა, როცა აი აკეთებენ რაღაცა უნდა რესტარტი რო უნდა გაუკეთო ადამიანს. ეგეთი რაღაცა ხდებოდა აქ, რომ ანუ ეს ძველი რაღაცა პროგრამები, ძველი რაღაცა მისი ქცევები, ძველი მაგისი რაღაცა დადგენილებები, ხო, ყველაფერი უნდა წასულიყო, რომ შენ არ გქონდეს საშუალება, რომ შენ უკან მიიხედო, არ მისცეს საშუალება, რომ მორჩა დაასრულო, უკვე საკმარისია რა და აი ამ პროცესში ადამიანს ეუბნება, რომ შენ უნდა რაღაცა იმუშაო და ახალი ცოდნა მიიღო, ახალი პროგრამებით უნდა შეივსო კი და აი ეს გადაფასება გააკეთო, შეხედო შენს კაცს, მე როგორ მიყვარს აი ეს არკანი ნახეთ, დგას ახლა აქ ვიღაცა ადამიანი და ქალი დგას და რაღაც ეს ლაპარაკობს, შეიძლება თქვენ ესეთი პიროვნება ხართ, რომ ხედავენ, შეიძლება ხელმძღვანელი თქვენ თვითონ ხართ, შეიძლება თქვენ ხართ ქალი შეძლებული, შეიძლება ცნობილი, შეიძლება თქვენს რაღაცა სივრცეში, სფეროში ესეთი პიროვნება, რომ შეიძლება ლექტორი ხართ, გამოდიხართ ლექციებით, რა ვიცი. მაგრამ დგას ადამიანი აი აქ უკან, რომ თქვენ გისმენენ სხვები თქვენი სიტყვა მნიშვნელოვანი, ან შეიძლება ოჯახში თქვენ თქვა თქვენი ოჯახის წევრები ხართ მნიშვნელოვანი, ეს ადამიანი ნახა თქვენ გითვალთვალებს, რომ თქვენს მნიშვნელოვანი ხარ. ეს არის როგორც აი რომ თქვა, როგორც მაგალითი ქალი რო გამოდის სცენაზე და რო უყურებენ ეს ხალხი მაგას უსმენ, ძალიან მაგარია, ძალიან და არის ვიღაცა ადამიანი, ვინც უთვალთვალებს, ვისაც მაგრად უყარს, მაგრამ ვერც უახლოვდება, იმიტომ რომ რა შევთავაზო, ესე ამისთანა ქალია, რომ რა შევთავაზო. 10-იანი პენტაკლები. და აი ზუსტად ეხლა თან ინტუიცია მაგარი დონის, მაგრამ ეს ადამიანი, რომელსაც პრინციპში ეხლა შემიძლია გითხრათ, ჯერჯერობით არ იცის რა შემოგთავაზო. უნდა ქმედება, აქვს მაგას შანსი, აქ ამას შანსი, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, შეიძლება ანუ როგორ არის, უნდა გახსნას გული, თავისი გული და უნდა შემოიჭრას თქვენ ცხოვრებაში. არ ვიცით შემოსიხარულება, ახაც ბოლოში მაქვს მე. აგერ უკვე რაინდე, აქ პაჟი, აქ უკვე რაინდე არის. შეიძლება ადამიანი იგეუბნებით იყოს თქვენზე ცოტა პატარა. შეიძლება უბრალოდ სურით არის პატარა და აი იცით როგორი კიდე ადამიანი ნახეთ აგიხსენებთ, ადამიანი რომელიც არის აი შეიძლება დაჟე ნახეთ რაღაცა აქ მიაღწია ვიღაცისთვის ეს ინფორმაციაც იქნება, მაგრამ აი პატარა ბავშვივით არის რა და არ იცის როგორ გამოხატოს ეს სიყვარული. აი რაღაც დღეს ნახეთ სიგნიფიკაცია თუ თქვენი უსმინეთ რა, იმიტომ რაღაც საინტერესოს გვეუბნებიან ჩვენ დღეს აქ და მოიცადეთ, მოდით ახლა კითხვები რაცა მაქვს იმას დავსვავ და იქნება იქიდან რამე გავიგოთ ჩვენ, თორე რაღაც ძალიან ბევრი სიგნიფიკაცია მოგცეს. ბევრნი ხართ, ღმერთმა კარგად მიმყოფოს თქვენი თავები, მიყვარხარ და მადლობა ყოველთვის თქვენი ნდობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ხართ, გაიხარეთ. და პირველი ჩვენ კი ბევრი რაღაცები მოგვიყვეს, მაგრამ მაინც ჩვენ გითხავთ ახლა, მაინც რა უნდა იცოდეთ თქვენ მაგ ადამიანზე, რა, აი ეხლა რა უნდა იცოდეთ თქვენ. ვნახოთ ჩვენ რა ენერგიებით და თვისებით შემოდის ეს ადამიანი შენს ცხოვრებაში. როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს ეს პიროვნება პირველ შეხვედრაზე, ან თუ ვინმესთან დაბრუნდება შეიძლება ისე შეიცვალა და ვერ იცნოთ, ხო შეიძლება. შემდეგი ვნახოთ რა განზრახვებს მოიტანს შენს ცხოვრებაში. და ვნახოთ კიდე ახლა ეს მინდოდა. ვნახოთ ახლა რას გასწავლის. რა გამოცდილებას მიიღებ ამ ადამიანთან რა. და ვნახოთ ეგად რა გრძნობებს გაგიჩენს. ნახოთ ახლა როგორი შეიძლება იყოს განვითარება ამ ურთიერთობის. всё, ვნახოთ აი ასე, დავარე
არ შემეშალოს. ნუ გოგოებო, აქ ვიღაცისთვის არის რა ვქნა მე, რომ ვიღაცა წავიდა, ეხლა ნანობს, იმიტომ რომ მიხვდა რომ ეს ქალი არის მაგისთვის ყველაფერი რა. უყვარს კიდევაც ძვირფასი არის, მაგარი ლამაზი, სიყვარულიც იცის სექსუალურად, აი რაღაც ასწაული ისევ რომ ვერავინ შეიძლება მაგას და ნუ რა ვიცი, ნახოთ, всё. Так, პირველი კითხვა მე მქონდა ისეთი, რა უნდა იცოდეთ მის შესახებ უკვე ახლა. ყურუმი. შემიძლია გითხრათ, რომ მაგარი დონის ინტუიცია აქვს. პირველ რიგში ეს. მეორე კიდე შეიძლება, ნუ ვერ ვეტყვი, შეიძლება ადამიანი, რომელსაც აქვს მიდრიკილება, თქვა, აი მაგარი დონის ინტუიცია, მაგარი თვითონ შეიძლება ეზოტერიკოსიც იყოს გოგოება. ან დაინტერესებული არის ეზოტერი ბიჭებო, თქვენთვის ეს არის ყურუმი უეჭველი. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც არის, როგორ იცით, რა უნდა იცოდეთ თქვენ ახლა მაგ. ეს ადამიანი თქვენზე ეძებს ინფორმაციას, ეს არის უეჭველი. შეიძლება არ გამოვრიცხავრო, თქვათ ახლა თქვენ იზიდავთ მაგას, როცა გიყურებს ეს ადამიანი. პლუს კიდე, იცით რა, აი მასზე რა უნდა იცოდეთ თქვენ ახლა ესეთი კითხვა გვაქვს ჩვენ. მის შესახებ. არის ადამიანი, რომელიც ხო გეუბნებით, ასეთი ადამიანს ხშირად ვიღაცას უშიშროებაში მუშაობს. ხშირად სოციალს გაშლებს რო ვაკეთებ, თქვა, პირად გაშლებს, როცა ამოდის, რამდენჯერ მიკითხე რა, მე სადმე უშიშროებაში ხარ მუშაობ შენი კაცი. არის ეგეთი რაღაცა ვიღაცამ. ნუ ეს არის ძალიან პატარა პროცენტზე ლაპარაკი, ხო? მაგრამ აი მაინც მივკითხავ ახლა, მაინტერესებს, რომ რას მეტყვიან. აქ, ესავე ხოთო ესა. მოდი შენ. კიდე, აი ყურუმში კიდე რას გულისხმობ თქვენ? იმიტომ რომ ზოგჯერ არის ყურუმი, რომ вообще არაფერი არ უნდა იცოდე ჯერ. და შეიძლება იმალება вообще რაღაცა, შეიძლება ჩაკე სადღაც არის და უბრალოდ ფარულად გიყურებს რა, ეს რას ნიშნავს? ხო გითხარით ფარულად უყურე. კითხავს ეს ადამიანი ახლა და ძალიან მოსწონს, იცით? ანუ აქ არის როგორი სიტუაცია, კი. აი პირველ რიგში ეგ არის, ეს ადამიანი თქვენ გითვალთვალებს, ეს ადამიანი არის, აი ნახეთ, აქ შეიძლება მაგრამ რო გიყურებს ძალიან უხარია, გაიგეთ, თქვენ რო გიყურებს ეს ადამიანი. არ მოქმედებს არანაირად, უბრალოდ სიამოვნებს თქვენ რო გიყურებს რა, ანუ რა უნდა იცოდეთ თქვენ მის შესახებ. პლუს კიდე, ნუ აქ შეიძლება კიდე ნახეთ როგორი იყოს ადამიანი, რომელიც მართლა თვითონ ვიღაცას უთვალთვალებს ჩუმად, შეიძლება ისეთი სამსახურს ეხება თუ პიროვნ არა თვითონ აი მე გოგოებო აქ არის შეიძლება ზოგისთვის იყოს მართლა სამხედრო პიროვნება ადამიანი რომელთანაც თქვენ შეიძლება დაასრულეთ ურთიერთობა მაგრამ ნახეთ ამ ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მუშაობს თქვათ ახლა ძალიან კარგად აი რკინასთან შეიძლება ანუ ხმალების მეფე აქ ნუ ზოგისთვის ახლა ყოფილი პიროვნება ვისაც დიდი ხანია დაგისრულეთ ურთიერთობა კი შემიძლია ეგაც თქვათ მაგრამ როგორი არის ახლა აქ ადამიანი რომ დიდი ხანია სხვათა შორის ცდილობს რაღაცას შეცვალოს, მაგრამ ვერ ბედავს, გაიგეთ, რაღაცა მარტო გიყურებს, ეს სიამოვნებს თქვენი ყურება მაგ ადამიანს რა. აი ზოგი ეგეთი არის. აი იმიტომ არის სხვათა შორის ვიღაცისთვის იქნება, რომ ეს არის ბავშვობიდან არის სიყვარული რაღაცა სხვათა შორის, მასაც ვეტყვი, იმიტომ რომ აქ ან ადრინდელი რაღაცა სიყვარული, იმიტომ რომ მაგ ადამიანმა სწორი არჩევანი არ გააკეთა თქვენსკენ. ესეც შეიძლება სიგნიფიკაციაში იყოს რა. ნუ ჩუმჩუმად გიყურებთ ეს ადამიანი და ხვდება რომ თქვათ დაუშვათ იმიტომ ბევრი ვარიანტები აირჩიეთ თქვენი რა. რა უნდა იცოდეთ რომ სხვათა შორის კიდე რა უნდა იცოდეთ რომ შეიძლება ამ ადამიანს ქონდა რაღაცა პერიოდი ძალიან რთული თავის ცხოვრებაში ძალიან ბევრი გაიარა მაგან თვითონაც ტრანსფორმაცია მაგრამ ეხა მის ცხოვრებაში რაღაცა პერიოდი დასრულდა აი ეგეც იცოდეთ რა კი ზოგისთვის ეს ადამიანი არის სადღაც ნახეთ როგორი საინტერესო რამეა
ზოგისთვის იქნება ეს სიტუაცია, როცა დამთავრდა ადრე რაღაცა პერიოდი ქონდა და ეხლა განახლება მოხდება. აი აქ სიყვარულის და იქნება ძალიან მაგარი თემა. აი ისეთი რაღაცა, რომ ვერც წარმოიდგენ. თქვენ გონიათ, რომ ეს უკვე დარჩა დავტოვეთ წარსულში და ნუ მაქსიმუმ შეიძლება თქვათ მეგობრული ურთიერთობა დააგჭეთ, იმიტომ რომ აქ გოგო არის ძალიან აი გოგოც რომ გაიზარდა, შეიცვალა და უკვე მიუცდომელი არის ვარსკვლავი მაგ ადამიანისთვის რა. ნუ ეხლა ნახეთ, შეიძლება ეხლა ეს პიროვნება, ვინც არის აქ რაღაც თითქოს ბედი იცვლება და აკვირდეთ, რა ვიცი, ვიზოგისთვის იქნება ეხლა ყველა სიგნიფიკაცია გითხარით, თქვენი აერჩიეთ და აქ იყო მომენტი, როცა წასვლაც იყო, მართლაც ყოფნა იყო, მე რაღაცა საშინელი განცდა იყო, როცა მაკრია მისი სიყვარული მინდა მასთან ყოფნა, მაგრამ მერე მოხდა რაღაცა დაშორება, ანუ თითქოს როგორ იცით, აი უცბად რაღაცნაირად იყო ნათქვამი რაღაცა სიტყვები, საქციელი, აი თითქოს ეგ ნუ ზოგადად მე-15 არკანი როცა ერევა, ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის აქ ტუზი არის ხმალების და მე-15 არკანი რა და პლუს კიდე ყურუმი, ხო? ყურუმი რო ვთქვა. მე ესე მომწონს, მაგრამ კაი, გამოვასწორი. ანუ ნახეთ, ეს როგორი თემა, როგორი ენერგია გეტყვით ახლა, როცა სრულიად მოულოდნელად შეიძლება ადამიანმა აი ესე გააკეთოს თქვათ რაღაცა ან გეტყვის ან რაღაც გამოხტომა ისეთი, ან ვაფშე არ ელოდების, შეიძლება ნორმალურად ელაპარაკები ადამიანი უცბად რაღაცას მოხდა და იტყვი, მეხერთუჩმა რა, ან აი გულის ტკენა, ან თქვათ შემოგარტყა რაღაც, ანუ ეს უკვე ნამეტანია, ეს ძალიან უკვე. მაგრამ აი ეს რატო გეუბნებით, სიტყვით შეიძლება ისეთი რაღაც, აი თქვათ გეუბნება მიყვარხარ და მე გავიდა 2 საათი და აი всё, აღარ მინდა შენთან არაფერი, ხო, ესეთი ხარ, ახლა მიყვარხარ, მოვდივარ და მე უცბად და არ მინდა. აი ეგეთ, ნუ მოულოდნელი რა. ნუ ეს პრინციპში ეს უნდა ყოფილიყო, აქ მაჩვენებენ ჩვენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო, ეს აქ ბედი ჩაერია. всё, ახლა მაგაზე ძალიან უკვე ჩვენ გავჩერდეთ, ხო? მოდით ახლა შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ ეს რაც უნდა იცოდეთ, ამიტომ გეუბნებით, ზოგი შეიძლება იცნობთ, კიდევაც შეიძლება ზოგისთვის ცხოვრებაში მოხდა რაღაცა, თქვათ, ეხლა თუ ნუ ჯერ ვერ ვცნობ მაგას, მის ცხოვრებაში იყო რაღაც ეგეთი პროცესები რა, რაზეც არ უნდა რომ ილაპარაკოს, შეიძლება ეგეთი რამეც ყოფილა. კარგით, ვნახოთ ეხლა აბა რა ენერგიები და თვისებებით შემოდის ეს შენ ცხოვრებაში, რა ენერგიები და პენტაკლების ტუზი, ხო გითხარით, ეს ვიღაცა რა ვიცი მე. ანუ განახლებული ან ახალი. მოდით ასე ვთქვათ, ნუ საჯაროში მისხანეთ ეს. აქაც სიგნიფიკაცია, თქვენ სიგნიფიკაციაზე ტუზი, ესეც ტუზი. ანუ პენტაკლების ტუზი, ეს არის პენტაკლების დაწყება, ახალი, რა ენერგიით, განახლებული ენერგიით, გემრიელი, პენტაკლების ენერგია ძალიან გემრიელი ენერგია რა, როცა აი სიუხვე, ფინანსური მდგომარეობა, სიცოცხლე, ანუ თან ეხლა თუ ადამიანი მართლა იყოთ რაღაც ტრანსფორმაციაში, თქვენ ეხლა ნახოთ, აი განახლებული, იმიტომ რომ ნუ აქ გითხარით მე თქვენ, აი მე არ ვიცი დააკვირდით და მე დაწერეთ, გეხოცებით რა დაემახსოვრეთ ეს ვიდეო. აი რო დაბრუნდეს თქვენი ადამიანი, უბრალოდ მაინტერესებს რა ენერგიებში მოვა რაღაც, იმიტომ რომ აქ იყო ისეთი, აქ არ იყო даже მე-20 არკანი, ეს ცოტა რბილი ტრანსფორმაცია, როცა ადამიანმა უკვე ბევრი გაიარა რაღაცა და მე უკვე ცოტა რაღაცებს მაინც უკვე აქ მაღალი ძალები ცოტა ისე აკეთებენ, რომ რბილად ტრანსფორმაცია შეყავთ. აქ იყო მე-13, მე-16 ეს უკვე ნუ საშინელება, იცით რა არის. და ამიტომ განახლებული ეს როგორია ეს განახლებული ენერგია, თან არის როგორ იცით, აი ადამიანმა რომ აი ნაწვალებად, იმიტომ რომ აქ ნახეთ, კაცის ხელები არის და აი შავი რა, აი რომ ბევრს რომ მუშაობს ადამიანი და აი მძიმე სამუშაოები მე რო თქვათ გამოვიარე და ძნელი, მრთული და მე მომცეს შანსი. მიხვდით? აქ რაღაც სამუშაო ქონდა ადამიანს მაგარი ჩატარებული რა. და აი მომწერეთ, გეხვეწებით, მე როგორანაირი განახლებული ენერგიებით შემოდის ეს ადამიანი, ან შეიძლება, ნუ
თქვენი სიგნიფიკაცია ხო დაიჭირეთ, ესე იგი ან შეიძლება ახალი ადამიანი ვიღაცა შემოდის აი ესეთი, ვისაც მართლა გამოცდილება აქვს დიდი უკვე და თვითონაც ანუ ისეთი ენერგიებით შემოდის, როგორიც თქვათ ვაფშე აი არც ქონდა. არავის. ვნახოთ მაშინ ახლა ჩვენ როგორ შთაბეჭდილება სტატოვებს ეს თქვენი შეხვედრა. ნუ აი რაზე ვოცნებობდე. კაცი ოცნება, პარტნიორი ოცნება. შეიძლება თქვენ აი აქ დაუშვათ როგორი ანუ ზუსტად პირველი გოგოებო ძალიან გთხოვთ რა, თუ ახალი იქნება ეს ადამიანი, ხო? ბიჭებო თქვენ საყურადღებოდ. ცოტა მიაქციეთ ყურადღება რას? ნუ მაგას ვერ გაიქცევით მაინც, კარმული მაინც შემოვა. როცა აი ასე რო ხედავ, აი მე ჩემი კაცი ოცნება, ხო? ეს ყოველთვის შემოდის ადამიანი კარმული. კარმული რას ნიშნავს ახლა? ზოგი ახლა როგორ უძახას თქვენ იცით ჩემი ტერმინოლოგია. ადამიანი ვისაც მე მოგიწევთ რაღაცე გაკვეთილების გავლა. მაგას არ გეუბნებით რომ თქვათ ახლა რომ თქვენ გაიქეცეთ ახლა მაგას არა. უბრალოდ აქ არის ისეთი მომენტი რომ აფრთხილანება დიდი იქნება რაღაცა აინთება თქვენ აქ იქნება იმენა ვიცანი. როცა ჩვენ გვაქვს აი ეს მომენტი რომ ვიცანი ეს უეჭველი ჩვენი საბედო პარტნიორი მაგრამ ზოგისთვის ახლა სხვადასხვა კატეგორიაში ხართ. ზოგი ახლა უკვე ვინც ცოტა ასაკშიც არის და ვინც ბევრი რაღაცები გადაიტანა, ეს შეიძლება მართლა ღვთისაჩუქარი იყოს თქვენთვის, რომ იმიტომ რომ თქვენ ბევრი უკვე გამოიარეთ, ბევრი რაღაცები უკვე თქვა ცხოვრებაში ნახეთ, ბევრი გაკვეთილებიც გაქვთ გამოვლილი და ამიტომ თქვენ გაძლევენ შანსს, რომ უკვე თქვენი აი ამას კიდე უძახიან, როგორ იცით, ვარსკვლავთა ოჯახიდან გამოგზავნის. ანუ უკვე შენ ადამიანს გაძლევენ. ახლა ნუ შეგეშლებათ აი ტყუპების სალების და ეგეთ რაღაც ეს ძალიან ისეთი თემა არის, რომ ნუ არ შეგეშალოთ. მაგრამ ეს ადამიანი თითქოს აი ძალიან ლამაზი, ძალიან მშვენიერი, ძალიან რაღაცა ჩემი, ძალიან რაღაცნაირი შეიძლება ზოგიერთი ცნობილი პიროვნება იყოს და ან ეს ადამიანი რომელიც აი მოვლა უყვარს თავის, აი რაღაცნაირად, ნუ აი რაზეც ვოცნებობდი, გაიგეთ, ან აქ ნახეთ როგორი იმენა, აი ვარსკვლავი ყოველთვის არაჩვენებს ოცნებების და რაღაცები იმას, ბევრი ისეთი დანიშნულებები აქვს, მაგრამ აი აქ ნახეთ რაზეც ვოცნებობდი რა, ანუ რაღაც თითქოს გული აი გამოანათა რა, აი რაღაც აი ჩემი გულის წადილი, რასაც აი ჩემი ეს არის როგორი მომენტი, იცით, შეიძლება აი აქ ვისაც აქ პროგრამას ღაფარდა სამყარო, აი ეს ხშირად უყურებენ ვარსკვლავებს და ან თქვათ მთვარეს ან ვარსკვლავს და სთხოვენ რაღაც, ელაპარაკებიან, ხო ხტებით რა? და აი რო უყურებ და თუ გქონდათ ეს მომენტი, რომ თქვათ უთხარით ვარსკვლავებს ელაპარაკეთ და უთხარით რომ ჩემი მომენტს რა, ჩემი მე. ანუ ეს როგორ ხდება, შენ თვითონ ვერ ხვდები რას აკეთებ ადამიანის დონეზე, შენ უბრალოდ ახლა ვითომ ცას ელაპარაკები ზღაპრებს ხო, ვარსკვლავებს. და აი პატარა ეს პატარა ბავშვი იღვიძებს თქვენში, რომელიც აი ბავშვობაში ხო კითხულობდე ზღაპრებს და ეხლა უყურებთ და ვაიმე ღმერთო, გეხვეწები გამომიგზავნით შემე და ამ დროს შენ ეს აქ ესეთი მიდრეკილება ადამიანებს, ვისაც აქვს ეს პროგრამა მატრიცაში და რომ იმიტომ რომ თავის ქვეცნობიერად გრძნობს რომ მისი ოჯახი ვარსკვლავთა ოჯახს რასაც უძახიან ახლა ამის ახსნაც არ დავიწყებ თუ რომ კიდე დრო წაგვართ და ანუ ვთხოვ ჩემ ოჯახს გამომიგზავნეთ ეს ჩემი ვარსკვლავი გაიგეთ რა ხდება ანუ ის ჩემი მომენტი და აი ეს არის და იმიტომ არის აქ რაღაცა თითქოს ვიცანი რაღაცა ჯილდოსობით გაიგეთ აი ეგეთი რაღაცა ნუ ნახოთ ახლა ჩვენ რაში იქნება მისი განსაკუთრებულება და სხვაობა სხვებისგან კიდე მაღალი არკანები ერთთან უზპენტავ რაში იქნება და ეს მართლა ნახეთ აქ როგორი მაგარი იეროფანტი ჭკვიანი ადამიანი არის ჩემი აი აქ ეთქვი თქვენ რომ ეს ჩემია
იმიტომ რომ აი თითქოს როგორ არის გამოცდილი იქნება, მაგრამ რითი აქ ადამიანმა უკვე გაიარა ბევრი რაღაცები თვითონაც, აქ ადამიანს ექნება, ანუ ნახეთ როგორ რაღაცას აი ჭკვიანი ამავე დროს ძალიან ესეთი მსუბუქი, აი ზოგი ახლა რო ჭკვიანი, ახლა რო დაიწყებს რაღაცას თავისი ჭკუის გამოჩენას და გაგიწყებს რომ ღმერთო ჩემ რადგან არ მინდა დამანებით. აქ იმენა ისეთი არის რომ თქვენ აი გაგიხარდებათ რომ აი არის თემები რაზეც მე მინდა მას ველაპარაკო. არის თქვა ამავე დროს შემიძლია თქვა კარგი დროც შეგვიძლია გავატაროთ, კიდევაც შეგვიძლია გავიცინოთ ერთად. აქ გეუბნებით, ეს არის იმენა თქვენ მიხვდებით რომ ეს არის ჩემი რაღაცა აი აქ უეჭველი იტყვით რომ ეს რაღაცა ღვთისაჩუქარი არის ჩემთვის რა. აი ეგეთი ტიპი მოდის ბავშვობა, სიყვარული. ეგრევე გეუბნებით, შეგიყვარდებათ, აქ როგორ არის დონე, აი მომივიდა სიტყვა, სხვა დონე. გეუბნებით, ან ეს თქვენი პარტნიორი აი ამ დონეზე შეიცვლება რომ და მაგასში თქვათ ახლა მიხვდებით თქვენ რომ რაღაცა შეიძლება ამ პერიოდში უფრო მეტი სიბრძნე შემოვიდა. ან რაღაცა აი მიხვდებით, ნახეთ ქცევებით რომ შეიძლება უფრო მეტად გამოხატავს თქვათ, ახლა მე ვცდილობ ორივე ვარიანტი გითხრათ, ხო? ანუ მეტად გამოხატავს თავის სიყვარულს, უფრო მეტი პატივისცემა, უფრო მეტი შეიძლება თქვათ, ანუ არის ნახეთ ზოგჯერ აი აქ შეიძლება ადამიანი კიდე რას მეუბნება, მე ვიქცეოდე ამას როგორც პატარა ბიჭი და არა როგორც ეკუთვნის იმპერატორს. მიხვდით? მე ხო აგიხსენით თქვენ ეს იმპერატორი ვინ არის, ხო? და აი ეს ადამიანი, რომელიც აი ასე გექცეოდა და აი აქ გადაფასება მოხდა სიყვარულის და თქვენ უნდა რაღაცა გაგიკვირდებათ რა, რომ ასე რანაირად ასე შეხედავთ, რომ რა მოხდა შენში, რომ დაუშვოთ შენ აი ასე შეიცვალე. მიხვდით რა ხდება აქ? ძალიან ისეთი აი აი რა მოხდა და აი ეს დიდი ხანი ჯდომა მისი, მე რო გითხარით აქ პაუზა იყო, დიდი ხანი ჯდომა ამ ადამიანს მისცა ზუსტად გადაფასება, ანუ მიხვდა რომ სული ჩემი ჩაიკეთა უშენოდ, ნახეთ, დიდი ხანი იჯდა ეს ადამიანი, აფსარაკეთებდა დიდი ხანი იჯდა თავის ტრანსფორმაციაში, აი ნახეთ როგორ იჯდა. და სანამდე მიიყვანეს უკვე მაგას იმ დონეზე, რომ აქ აიძულებენ, აქ გოგოები რა არის, მე სულ მაგას ვამბობ ხოლმე, არ შემიძლია რა თქმა უნდა, ახლა მე თუნდაც მაგ გამოვლილი მისანტრა დღეები და ესენი რაღაცები სანამ მივხვდი ამ ყველაფერს და ახლა ამიტომ სულ გულით ვცდილობ რომ თქვენ გაგაფრთხილოთ რომ უსმინეთ ამ რაღაცა ნიშნებს რა, იმიტომ რომ ჩვენ როცა აი ასე ვჯიუტობთ, როცა პარტნიორს ვამტყუნებთ ყველაფერს, როცა ჩვენში ვერ ვხედავთ ამ რაღაცა ეს ბიჭებსაც გოგოებსაც ეხება, ხო? როცა აი სულებ და არა ეს მისი ბრალე მისი არა, ჩემო სიხარულებო, ჩვენშიც არის რაღაც, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით ამ პროგრამებით, ჩვენ ერთი და იგივე პროგრამებით მოვდივართ ერთმანეთთან, ხო ხდებით და აი ზუსტად აი აქ ადამიანს ეთყობა ეუბნებოდნენ, შანსებს აძლევდნენ, რომ მის სამისთანა უზვირფასი ხარი, რომელიც იყო რაღაც ასწაული, რომელიცაც უყვარდე, ყველაფერი შენთვის, რა უღონაც მოინდომე, ხო? მაგრამ ადამიანმა ეთყობა, ესეც ზოგჯერ ზედმეტია რა თქმა უნდა, მაგრამ ყველას ინდივიდუალური თემა არის. აი შეგათრევენ რა, წაგართმევენ სიყვარულს, წაგართმევენ ფულს, ჯანმრთელობას, ყველაფერს, სანამ შენ არ მიხვდები, იმიტომ რომ გაძლევენ ნიშნებს ვერ ხვდება ადამიანი. აი მე ის დღეში შეგათრევენ, რომ აი როცა ამ პარტოვანი ხარ, მე როგორ შეიძლება, გინდა გოგოები ცხოვრე, გინდა ბიჭები. მოიცა რა, ეხა ქალების მეტი რა არის, კაცების მეტი რა. არა. აი შემოვა ისეთი ბოდიში, რომელიც მოგიკითხავს დედას, მოდით ასე რო თქვათ. აი, აქ დედამ მოუკითხეს ამას. და ძალიან რთულ სიტუაციებში აღმოჩნდა ეს ადამიანი. შეიძლება, მოდით, საჯარო, ეს იყო დაუშვოთ მის ცხოვრებაში, თუ ახალი შემოვიდა, შეიძლება უკვე ვინმესთან შემოვიდა. შეიძლება ეს უკვე იყო მის ცხოვრებაში, შეიძლება ეს არის დაუშვათ სანამ მოვიდა თქვენთან და ხო შეიძლება ეს იყოს
იმ პარტნიორზე, რომელიც იყო. ეხლა ნახეთ როგორ მუშაობს კიდე საჯარო გაშლა. მეც ხო ვუსმენ, ეხლა ჩემ კოლეგებს მე მყავს რამდენიმე, ვინცაც ძალიან მაგრად რო შედენ რუსებს, რა თქმა უნდა, მე ხა ქართველებს არ ვუსმენ. და მე მიყვარს სიღრმის შესვლა. და ამიტომ ანუ იყო გაშლა რაზე, რომ აი ეხლა რა უნდა მოხდეს, ხო? მაგრამ ისე აღწერა ადამიანმა, სულ ყველაფერი რაც უკვე მომხდარი არის ერთი თვის წინ, ზუსტად სიტყვით. ეს რას ნიშნავს, რომ ჯერ ეს სიტუაცია ტრიალებს სივრცეში და ჯერ კიდე ან შენ ბევრ ენერგიას დებ ჯერ ამ მოვლენაში, ხო? ან ჯერ აქტუალურია რა, კიდე ეს რაღაც სიტუაცია, თუ არ მოხდა, მოხდება, თუ მოხდა და უკვე всё. ესე იგი უკვე 1000%-იანი არის. აი ეგეთი რამე და ამიტომ გეუბნებით, აქაც შეიძლება იყოს ახალი, შეიძლება ძველი. უყურეთ, თქვენ თვითონ მიხვდებით თქვენ ამ ყველაფრით რა. ვნახოთ ახლა რა განზრახვებს მოიტანს შენ ცხოვრებაში. რა განზრახვებს მოიტანს? იცით რა არის? აქ თქვენ იქნებით მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, მართლა, აი გულთან. აქ ნახეთ, აქ შეიძლება ადამიანმა უკვე აღარ დაკარგა, ვერ დაკარგა. თუ ახალი არის, ესე იგი მაგან იმდენი ტრანსფორმაციები გაიარა და იმდენი რამეები, რომ უკვე თქვენ მართლა მაღალ დონეზე დაგაფასებთ. აქ დაფასება მოდის, თქვენი აქ სამყარომ უკვე დაიღალა და თქვა, რომ ღმერთო ამისთანა მაგარი ქალი არის და როგორ შეიძლება რომ მოდით ახლა რაღაცა საჩუქარი მივცეთ რა ახლა ამას და გეუბნებით, რომ ან თქვენს პარტნიორს გაუკეთებენ რესტარტს და ყველანაირად ახლა მოგიყვანებენ განახლებულს, ან შემოდის ისეთი ადამიანი, რომელმაც უკვე გონდა მაგას ეს პერიოდი, სადაც მაგან გაიარა რაღაცები და ეხლა ახალ ურთიერთობაში შედის და უკვე აქ დააფასებს ამ თავის თქვათ პარტნიორს, რომელიც იქნება მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქ მართლა უკვე აღარ გაგიშვებ, იმიტომ რომ მე გავიგე, მე უკვე ვიცი, მე უკვე გავიარეთ კივილები, ყველაფერი და ეხლა უკვე მე ვაფასებ იმას, რასაც მე მაძლევენ, ეს უკვე ძვირფასი და შევინახო როგორც განძი. მიხვდით? ვნახოთ ახლა ჩვენ შემდეგი რა კითხვა მქონდა. так, რატომღაც რას გასწავლეთ? აი ზუსტად გასწავლეთ ბალანსს. აქ ექნება როგორი ბალანსი, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში, როცა ანუ არ შეიძლება რომ თქვა დაუშვათ ყველაფერი მარტო შენ რასაც გასცემ, ხო? აი სულ შენ რო გასცემ, არა უნდა იყოს აუცილებლად რა ქვია, ბალანსი რა. ბალანსი. აი ზუსტად ახლა მე შემიძლია, აი ზუსტად ამ სიტუაციას ეს ადამიანი მოგიტანს შენ და გაჩვენებს, რომ ან მიხვდება კიდევა დღეს ან გვაქვს ძალიან აქტუალური, ხო? მიხვდება ის ყოფილი პარტნიორი თუ არის, ხო, დაუშვით, ვისაც გიბრუნებენ. მიხვდება იმ სიტუაციას, რომ არ შეიძლება მარტო თქვათ მივიღო, უნდა გავცი, თუმეტეს ახლა პენტაკლი რა არის იმპერატორი მოგვივიდა, რომელმაც ძალიან კარგად ხვდება, რომ აქ უნდა იყოს ეს ბალანსი აუცილებლად, ხო? და თუ ახალია ხო საერთოდ რა ისეთი ადამიანი განახლებული ენერგიებით, რომელმაც იცის უკვე. აქ უკვე ნასწავლე მოდის, ძალიან ნასწავლე. ხო. ნუ რას მოგიტან თქვენ ეს ურთიერთობა? აქ პრინციპში გაჩვენებენ რას, რომ წინსვლა არის აქ წინსვლა რას მოიტანს? წინსვლა არის აქ სხვათა შორის რას მოგიტანთ? აქ დამუშავებული პარტნიორი მოდის, გეფიცებით ყველაფერს რა, დამუშავებული მოდის, იმიტომ რომ ეს განვითარება. არა, აქ გეუბნებით, მაჩვენებენ, რომ აქ ადამიანი რო იყო წასული, ნაბედ წასული რა ხდება? ну აქ დაბრუნებას ხედავ მე უფრო დამუშავებული მოდის ადამიანი, ანუ ეხლა ეს პირადი გაშლა რო იყოს, რა თქმა უნდა, აქ არ იქნებოდა, არ ვეთყოდი რომ ეს ახალია, აქ ვეთყოდი რომ თქვენი პარტნიორი მოდის განახლებული, მაგრამ საჯარო გაშლაში არ შემიძლია გავთქვა, აქ შემიძლია თქვა ის, რომ ადამიანი მოდის ახალი ენერგიებით, всё. ახალი მოდის ახალი ენერგიებით. ну ვიღაცის რა თქმა უნდა ახალი პარტნიორი, ახალი ენერგიებით რა. აი ეს შემიძლია გითხრათ მე თქვენ გოგოებო, კი.
კი ბატონო. სხვათა შორის აქ მე შემიძლია გითხრათ, ეს ადამიანი რომ მოდის განახლებული ენერგიებით, მასში მოხდა კიდე ნახეთ ეს ყურუმი ჩვენ ტყუილა არ გვაჩვენეს. შეიძლება დააკვირდეთ კიდევ ეთქვე ორ ვარიანტს, რა ვქნა, რაც არის. შეიძლება თქვენ ცხოვრებაში თუ თქვენ თვითონ ხარ დაინტერესებული ეზოტერიკით დაუშვოთ, ხო? ან ფსიქოლოგი ხართ, ან რაღაცა პროექტები გაქვთ ესეთი. არ აქვს მნიშვნელობა, აქ ადამიანი მოდის ესეთი ენერგიას, რომ ყველა ვარიანტში თქვენში გახსნის ამ თქვენი ინტუიცია, რომელიც გაქვთ, თქვენი ეს საკრალური ცოდნა, რომელიც ყურუმს აქვს, თქვენი ეს ყველაფერი რა, ქართულად ერპოულობ ამ სიტყვებს. ეს ამას ყველაფერს გახსნის. დაუშვათ, იყო ეს ადამიანი, ხო, თვითონ. აქ მოდის როგორი მომენტი, თქვენ შეიძლება თვითონაც ეს იმ ტრანსფორმაციაში თუ იყო ეს ადამიანი, კარგად დააკვირდეთ რა ეს ვარიანტები თქვენი დაიჭირეთ რა. ანუ ეს ადამიანი მოდის ისეთი ახალი ენერგიით თქვენთან, რომ შეიძლება თვითონაც იმ ტრანსფორმაციაში რაღაცა გაიგო ისეთი, რომ მასშიც გაიხსნეს ეს ნიჭი. კაროჩე, აქ ვიღაცას იქნება ახალი პროექტი რა, ახალი ერთად იმუშავებთ, ახალი ენერგია. აქ ყველა აგერ არის. აჰა, გადავირიე, გოგოებო, დაიჭირეთ. აქ გეუბნებით, მოდის ეს მომენტი ზუსტად, რასაც მე ახლა ვცდილობ რომ აგიხსნათ, კიდე მაჩვენებენ და კიდე გინდათ ახლა რომ აქ 2 საათი ვილაპარაკო. გეუბნებით, რომ ახალი ენერგია, კიდე თუ პენტაკლი რა, უკვე მე რამდენად, თუზე არის ქვერთხების, აქ მაგი არის, ყურუმი, არ მზე. აქ გეუბნებით, იქნება ძალიან დიდი გაღვიძება. ან ორივესი გამოღვიძება, შეიძლება იმანაც იმ ტრანსფორმაციაში რაღაც გამოვიდა რა, თქვენს და აი გაერთიანება არის და აქ რაღაცა ძალიან დიდი რამისთვის ხარ თქვენ საჭირო. გეუბნებით რა. და რაღაცა ისეთი პროექტები შეიძლება შექმნით, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც აი თქვათ ფულსაც მოიტანს, თქვათ, თქვენ ახლა ანუ ბევრისთვის საჭირო იქნება. აქ სხვათა შორის ეს ადამიანი რომ მოდის ისეთი ენერგიით მოდის თქვენთან, რომ თქვენში იხსნება ეს თქვენი ნიჭიც, თქვენი ქმედება, გეძლევა ენერგია, გეძლევა ეს ამ ადამიანს ძალიან დიდი ფულის ენერგია მოაქვს თქვენ ცხოვრებაში, ძალიან დიდი. შეიძლება რაღაცა ახალი ნაკადი წამოვიდეს, გაიგეთ რა ხდება, უმნიშვნელოვანესი პროცესები გაიარეთ ან თქვენს და ამ ადამიანმაც და უყურეთ რა ვქნა საჯარო რო იყოს პირადი ვეთყოდი რომ ეს თქვენი განახლებული მოდის ეს პარტნიორი. ეხლა აქ შემიძლია და საჯაროში რომ ზოგისთვის ვინც მართლა დაასრულეთ, ვინც მართლა გქონდა თქვენ დახურული გული, ვინც არ ხსნიდა, თქვენ გეძლევათ ეს დიდი ბედნიერება, რომ აი ასეთი პიროვნება, რომელმაც სადღაც უკვე გაიარა ეს ტრანსფორმაციები, თქვენთან შემოდის აი ასეთი დიდი ენერგიები და ასეთი დიდი ცვლილებები ჩემო ლამაზებო რა. აქ სამნიშნელოვანი პერიოდი გელოდებათ და მე მინდა რომ აი აქედან რაც კი იყო კარგი, ყველაფერი თქვენთვის იყოს და იყავით ბედნიერები.